გაქვთ კითხვები ჯანმრთელობის შესახებ? გსურთ პროფესიონალ ექიმთან კონსულტაცია? გადაცემა პულსი სწორედ თქვენთვისაა. რადიო ფორტუნა და კომპანია ავერსი წარმოგიდგენთ გადაცემას პულსი. თიკო დაბრუნდაშვილთან ერთად. იყავით ჩვენთან ერთად და მიიღეთ კომპეტენტური პასუხები თუ რჩევები. პულსი ფორტუნას ეთერში. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ჯანმრთელობაზე ფიქრი და გვეთანხმებით იმაში, რომ ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერია. თქვენ კვლავ პულს უსმენთ იმისთვის, რომ შეიტყოთ უფრო მეტი ჯანმრთელობის შესახებ და მინდა დღევანდელი თემა წარმოგიდგინოთ. საკმაოდ უსიამოვნო, თუმცა უაღრესად აქტუალურ თემაზე სიმსივნეებზე ვაპირებთ დღეს საუბარს. სტუდიაში სტუმრად მოწვეულ ექიმებთან, რადიაციულ ონკოლოგ ანი გოდელიშვილთან და რადიაციულ ონკოლოგთან, ბრაქითერაპიის ხელმძღვანელთან ირინე ჯობავასთან, ორივე მათგანი აკადემიკოს ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრს წარმოადგენს და ალბათ მიხვდით უაღრესად საინტერესო ახალ ტექნოლოგიებზე, ახალ გამოწვევებზე, ტენდენციებზე გვექნება დღეს საუბარი და რაც მთავარია, სხივური თერაპიას იქნება ძირითადი ხაზი ჩვენი დღევანდელი გადაცემისა. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და მოდით დავიწყოთ სულ თავიდან. ირინა, თქვენით დავიწყოთ. სიმსივნური დაავადებები, ონკოლოგიური პათოლოგიები, რა სიტუაცია, რა მდგომარეობა გვაქვს ზოგადად მსოფლიოში, რა ხდება საქართველოში, მე ვგულისხმობ სტატისტიკურ მონაცემებს და რა გამოწვევების წინაშეა ამ მხრივ ზოგადად გლობალური ჯანდაცვა. როგორია სცენა ონკოლოგიური დაავადებების შესახებ? მივესალმებით თქვენ ეთერის მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის. სტატისტიკურად კიბოს ახალი ინციდენტობა გლობალური კვლევის სტატისტიკური მონაცემებით ყოველწლიურად მატულობს. ბოლო 2020 წლის მონაცემებით დაახლოებით 19 მილიონამდე ახალი ინციდენტობაა კიბოზე. აქედან 9 მილიონამდე სიკვდილიანობა არის ფიქსირებული. მსგავსია მზარდი სტატისტიკა საქართველოშიაც. საქართველოში 2023 წლის მონაცემებით დაახლოებით 13,000 ახალი კიბოს ინციდენტობაა. აქედან დაახლოებით 8,000-მდე გვაქვს სიკვდილიანობა. პირველ ადგილას მსგავსია საქართველოში დიაგნოსტირებული კიბოს დიაგნოსტირებული სიმსივნეებისა, ეს არის ფილტვის კიბო, ძუძუს კიბო მოდის ორივე სქესის პაციენტებში, ანუ ფილტვის კიბოა პირველ ადგილას, შემდეგ მოდის ძუძუს კიბო, კოლორექტალურ კიბოა მესამე ადგილას. მსოფლიოშია ზუსტად მსგავსი სტატისტიკა გვაქვს ჩვენ. ანუ ტენდენციები საქართველოშიც სამწუხაროდ შენარჩუნებულია. კი ბატონო. და აი აქვე ბუნებრივია პროგნოზიც არა გვაქვს კეთილსაიმედო. ანუ არაფერს გაუმჯობესებას ასე ვთქვათ სტატისტიკოსები. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნიკამ ძალიან შემოსულია ინდივიდუალური პერსონალიზებული მკურნალობა თითოეულ პაციენტთან მიდგომისა, პროგნოზი მაინც არასახარბიელოა, იმიტომ რომ დიაგნოსტიკა ხდება ძალიან შორს წასულ შემთხვევებში, უკვე მესამე-მეოთხე სტადიაზე და რაც უფრო სტადიურობა მატულობს, მით უფრო გამოსავალი, ანუ გამოჯანმრთელების გაუმჯობესების გამოსავალის პროცენტულობა კლებულობს დაახლოებით 30-დან 10%-მდე. როდესაც საწყის სტადიაზე, პირველ-მეორე სტადიაზე გამოჯანმრთელების სტატისტიკა გვაქვს დაახლოებით 75-დან 95%-მდე. და ეს დამოკიდებულია გვიან დიაგნოსტიკაზე, ანუ სკრინინგის მიმართვიანობის ძალიან ცუდ დაბალ ნიშნულზე და პრევენციაზე, ანუ ვაქცინაციის ძალიან დაბალ ნიშნულზე. სამწუხაროდ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, გლობალურად ეს პრობლემურია, თუმცა ალბათ განსაკუთრებით საქართველოში ეს ყველაფერი მოხატულია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა სკრინინგი გვაქვს, ანუ დაწყებული ძუძუს სკრინინგი, საშვილოს ნოსყელის სკრინინგი, პროსტატის სწორი ნაწლავის უზარმაზარი რესურსი იხარჯება სახელმწიფოსი ამ ყველაფერზე, მაგრამ მიმართვიანობა გვაქვს ძალიან დაბალი, იმიტომ რომ ცნობადობა მოსახლეობაში არის ძალიან დაბალი აქედან გამომდინარე. ზოგადად ელემენტარული სამედიცინო განათლების დონე საზოგადოების ეს ალბათ კიდევ ცალკე საუბრის თემაა და პრობლემა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის, რა თქმა უნდა, გეთანხმებით აბსოლუტურად დიდი მადლობა ასეთი შესავლისთვის და აქვე მინდა კითხოთ, აი ახსენეთ თქვენ რევოლუციური ტექნოლოგიები, რომელიც დაინერგა ზოგადად ონკოლოგიური პათოლოგიების სამკურნალოდ დიაგნოსტირებისთვის და ასე შემდეგ. მართლაც რევოლუციური ნახტომი მოხდა, თუმცა დინამიკაში ეს თითქოს ისეც არაფერს ცვლის, თუმცა მეორეს მხრივ სახეზეა ის, რომ ის რაც უწინ, ვთქვათ,
ფატალური გამოსავლისთვის იყო განწირული, დღეს უკვე განკურნებას ექვემდებარება და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ კი დიაგნოზია და არა განაჩენი, ხომ რეალურად აქამდე ვართ მისულები და აი ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ ირინა, სხივური თერაპია, რომლის მნიშვნელობაც ალბათ ძნელია გადააფასო თქვენს დარგში ონკოლოგიაში, ხომ? რა არის ეს და რა როლი აქვს მას ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობაში? თუმცა ვიდრე პასუხს გავცემდეთ, მცირე რეკლამა და სულ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ძალიან საინტერესო საუბრით. დაგველოდეთ. რადიო ფორტუნა და კომპანია ავერსი წარმოგიდგენთ გადაცემას პულსი. ბრუნდებით სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიაციულ ონკოლოგებთან ანი გოდელაშვილთან უკასრავად და ირინა ჯობავასთან ერთად და თუ შეიძლება ანი ხა ჩვენ ვისაუბრეთ ახალ ტექნოლოგიებზე, ახალ მიმართულებებზე, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის და აი ამ ხრივ ერთ-ერთი თუ არა მართლაც გამორჩეული ფლაგმანი არის თქვენი დაწესებულება, ხომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი. რას თავაზობს, რა სიახლეები გაქვთ და რამ განაპირობა რომ პრაქტიკულად ლიდერი ხართ აი ამ არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ აი ამ ბაზარზე რეალურად აი რამ განაპირობა ის რომ თქვენ ფაქტიურად ყველაზე უფრო მრავალფეროვან და ყველაზე უფრო დახვეწილ სერვისებს თავაზობთ პაციენტებს, ონკოპაციენტები ყავს მხედველობაში. მივესალმებით ჩვენ მსმენელებს და პირდაპირ გადავალ თემაზე. თქვენ აღნიშნეთ დასაწყისში რომ ეს ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ აი სტატისტიკა რაც ირინა მახსნა, ანუ აი ცნობადობის ამაღლება, იმიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ხშირად რომ იყოს გავრცელებული რა დროს უნდა მიმართოს პაციენტმა, რა ჩვენებით უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და შემდგომში უკვე მკურნალობა რა ეტაპზე უნდა ჩაერთოს, რომ ჩვენთვის უფრო მარტივი გახდეს უკვე მკურნალობა. რაც შეეხება სხიურ თერაპიას, სხიურ თერაპია უშუალოდ ცდილობს სიმსივნურ უჯრედზე მოქმედებას, ხო? ასეთი უჯრედების დნმ-ი დააზიანოს, რომ შემდგომში მათ არ ქონდეთ უკვე გამრავლების უნარი. ამიტომ სხიური თერაპია ფაქტიურად მისი გამოყენება ძალიან წინ წამოვიდა დღევანდელ ცხოვრებაში, იმიტომ რომ შესაძლებელია გამოვიყენოთ ნეოადიუვანტურად, ანუ როდესაც ხდება სიმსივნის შემცირება და შემდგომში ოპერაცია იგეგმება. ასევე ოპერაციის შემდგომ ადგილობრივი კონტროლი რომ მაქსიმალურად იყოს მიღწეული. ასევე კომბინაციაში შეიძლება გაკეთდეს ეს სისტემურ მკურნალობასთან ოპერაციასთან ერთად, ანუ მრავალმხრივი გამოყენება აქვს და ასევე საკმაოდ მნიშვნელობა, მისი მნიშვნელობაც იზრდება და მე ამას დეტალურად ავხსნი. რაც შეეხება მაღალ ტექნოლოგიებს, ჩვენი კლინიკა აღჭურვილი არის ამერიკული ფირმის ვარიანის ამაჩქარებლებით. და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები. ასევე ვითარდება პროგრამული უზრუნველყოფა. ეს ნიშნავს იმას, რომ იხვეწება კი. მუდმივად ვცდილობთ, რომ ფეხი აუწყოთ თანამედროვე მედიცინას და განვაახლოთ ეს პროგრამული უზრუნველყოფები, რაც მოიცავს უკვე დამატებით პროცედურებს, ანუ სრულ სერვის რადიოთერაპიაში. სრული სერვისი ეს არის თავდაპირველად მაგალითად ჩვენ დავიწყოთ გარეგანის სხიური თერაპიით, რაც სტანდარტი იყო, ხო? მერე გადავედით თქვა ბრახი თერაპიაზე, ადაპტიურ თერაპიაზე, რადიოქირურგიაზე. აი რადიოქირურგია ეს არის თითქმის ახლა ბოლოსი ახლა რომელსაც ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ რადიოქირურგიამ პაციენტებს მისცა უკვე სხვა მიმართულება, რომ მათ შეინარჩუნოს სიცოცხლის ხარისხი მაქსიმალურად გადავიდეს დაავადება რემისიაში, მათ შეძლონ რადიკალური მკურნალობის ჩატარება. შეიძლება ეს რემისიის პერიოდი. და აი ეს რადიოქირურგია, რა თქმა უნდა, იგეგმება ინდივიდუალურად უკვე მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ. რადიოქირურგიისთვის აი ზუსტად აი როგორ აღხსნა, მაგალითად თავის ტვინში როცა გვაქვს მრავლობითი მეტასტაზები, ხო? აი სწორედ ჩვენ აპარატს აქვს აი მის საშუალება, რომ სპეციალურად შექმნა ჰაიპერ არკი ასე ქვია დასახელება, ეს სისტემა შექმნა სპეციალურად ასეთი პაციენტებისთვის, რომ მათ საშუალება მიეცათ ჩაერთონ სისტემურ მკურნალობაში და ჩაუტარდეთ მათ რადიკალური მკურნალობა. ანუ აი მაგალითს მოვიყვან, ფილტვის სიმსივნე სამწუხარო რეალობა არის, რომ ხშირად თავს იჩენს უკვე მეტასტაზირების თავში მეტასტაზების სახით, გვიან სტადიანზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, პაციენტი მოდის ჩვენთან ვასხივებთ თავის ტვინს რადიოქირურგიულად და შემდგომში ეს პაციენტები ძალიან დროის მოკლე დროში უბრუნდებიან უკვე თავიანთ ონკოლოგებს, რომ მათ ჩაატარონ უკვე რადიკალურად და არა პალიატიურად. ანუ ოპერაბელური გახდეს სიმსივნე და ოპერაბელური არა, ქიმიოთერაპია ჩატარდეს სრულად რადიკალური პროგრამით, იმიტომ რომ ადრე ასეთი პაციენტები ფაქტურად განწირულები იყვნენ და პალიატიურში
პალიატიური მკურნალობით მიდიოდა. კიდე დღესდღეობით ეს შეიცვალა და ჩვენ უკვე მეორე წელი ამას ვაკეთებ და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს და ასეთი პაციენტები ისევ კონტროლის ქვეშ არიან და მათ ჩაუტარდათ სრულად მკურნალობა და რა თქმა უნდა მუდმივად ვაკონტროლოთ თითოეულ ეტაპს. ეს არა მარტო თავის ტვინზე ტარდება რადიოქირურგია, ჩვენ ნებისმიერ დამატებით მეტასტაზი სადაც გამოვლინდება შეგვიძლია ჩავატაროთ და აქ ხაზი ესმევა საკმაოდ მოკლე დროში ტარდება რადიოქირურგია და ამ დროს რა ხდება? საკმაოდ მაღალი დოზა მიდის კონკრეტულ არეზე, განსაზღვრულ სამიზნე არეზე, ისე რომ მაქსიმალურად დავიცვათ ირგვლივ ქსოვილები. თავდაპირველად როცა ჩვენ სხიურ თერაპიაზე ვსაუბრობდით, ყოველთვის იყო რომ დავიცვათ პრობლემა იყო საღი ქსოვილები კი და ნელ-ნელა ამას კი ვიმეორებთ ხშირად, მაგრამ უფრო და უფრო უმჯობესდება, იმიტომ რომ მივყვებით აი ამ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას და ფაქტიურად გვერდითი მოვლენები მაქსიმალურად შემცირდა. აი ეს უზრუნველყოფს უკვე პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ხო? პაციენტს ისე უნდა ჩაუტარდეს რადიკალური მკურნალობა, რომ მას ნაკლები ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, რადგან შეძლოს ყველა მკურნალობის ეტაპის გავლა. ვიცით, რომ ქიმიოთერაპია საკმაოდ აგრესიულია, სხიურ თერაპიასაც ძალიან ბევრი გვერდითები ახავს და მცირდება ეს ყველაფერი. ანუ მაქსიმალურად კომფორტული ხდება მკურნალობა. ანუ პრაქტიკულად აი ეს პროგრესი, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ხომ, აი ეს წინ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც ხდება, ის განახლება, ვთქვათ, ამ ტექნოლოგიების, სწორედ ამას გულისხმობს, რომ ნაკლები ზიანის, რაც არის ფაქტიურად ამოსავალი წერტილი მედიცინის ზოგადად, ხო, არ ავნო, აი ზუსტად ამ მიმართულებით მიდის, ხო, გასაგებია ვიზუალიზებულია, გასაგებია ტექნოლოგია შემუშავებულია, მაგრამ საფრთხეები მინიმიზაცია ხდება რეალურად რისკების და გვერდითი მოვლენების. როცა ვსაუბრობთ თავის ტვინზე, ხო, თავის ტვინის ქსოვილი უფრო მეტად გრძნობიარე არის. ამიტომ პაციენტების ნევროლოგიური სტატუსის შენარჩუნებას განსაკუთრებული როლი ენიჭება და ეს ჩვენი რადიოქირურგია ჰიპერარკის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა. რაც შეეხება კიდევ ჩვენთან სიახლე არის უკვე ადაპტიური რადიოთერაპია, ხო, აი ვიდრე ადაპტიურ რადიოთერაპიაზე ვისაუბრებდეთ, ჩვენ საინფორმაციო გამოშვება გვაქვს ეთერში სულ 2 წუთში, ძალიან პატარა შესვენებას გავაკეთებთ კიდევ და ძალიან მნიშვნელოვანი თებით უკვე ადაპტიური თერაპიის შესაძლებლობებით დაგიბრუნდებით, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. მართლაც ძალიან მე ვფიქრობ, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, ძალიან მწვავე, თუმცა ძალიან აქტუალურ თემაზე ვსაუბრობთ და რაც მთავარია ძალიან პოზიტიურ ჭრილში, იმიტომ რომ მართლაც გვირაბის ბოლოს სინათლე ფაქტია, რომ უკვე ჩანს და მართლაც კი დიაგნოზია მხოლოდ და არა განაჩენი. დაგველოდეთ. როცა დღეები იზრდება, ღამეები თბება. ვუსმენთ მუსიკას, რომელიც გვიყვარს. გაზაფხული რადიო ფორტუნაზე. თქვენ უსმენთ გადაცემას პულსი. თიკო დაბრუნდაშვილთან ერთად. ბრუნდებით სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიაციულ ონკოლოგებთან ანი გოდელაშვილთან და ირინე ჯობავასთან ერთად. ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ ძვირფასო სტუმრებო და მე ვფიქრობ მსმენელიც ძალიან დაინტერესდა. უაღრესად აქტუალურია გამომდინარე სტატისტიკიდან, გამომდინარე იმ ტენდენციებიდან, რომელიც სახეზე გვაქვს. ირინა, თქვენ მინდა გკითხოთ, აი ანი მახსენა ადაპტიური სხივური თერაპია, ხომ? რას გულისხმობს ეს ტერმინი? ზოგადად აი ამ ახალ ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ახალ მეთოდებებზე, ახალ მიდგომებზე, სიმსივნურ დაავადებებთან მიმართებაში და პრაქტიკულად ვიზე თუ არა თქვენს დაწესებულებაზე, რაზე თუ არა თქვენს დაწესებულებაზე უნდა ვისაუბროთ ამ შემთხვევაში, რომელიც უკვე აღნიშნე გადაცემის დასაწყისში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთის მხრივ პიონერი და მეორეს მხრივ ფლაგმანია, ხო, ფაქტიურად აი ამ დარგში, ამ მიმართულებით. აი რომ გვიამბოთ, რას გულისხმობს სწორედ ეს ადაპტიური თერაპია, ეგრეთ წოდებული, ხო, რა უპირატესობები აქვს მას და რა შესაძლებლობები უჩნდებათ ექიმებს აი ამ თერაპიის წყალობით, რომელიც დანერგილია თქვენთან და ჯერჯერობით მხოლოდ თქვენთან საქართველოში. ესე იგი განვავრცობ ანის შემდგომ ადაპტიური რადიოთერაპიის აპარატი 2 წლის წინ დამონტაჟდა ჩვენთან. ეს არის ვარიანის ფირმის ეთოსის აპარატი, რომელშიაც ჩაყენებულია ხელოვნური ინტელექტის სისტემა. რას გულისხმობს ეს? ანუ ყოველდღიურად ონლაინ რეჟიმში ხდება ადაპტიური გეგმის შემუშავება პაციენტის ანატომიის ცვლილებებისა და სიმსივნის ფორმის ზომის გათვალისწინებით. ანუ რას ნიშნავს ეს? ისეთი ორგანოები, მაგალითად, რომლებიც განიცდიან მოძრაობას, ეს არის მცირე მენჯის ორგანოები, გულმკერდის ორგანოები, ანუ ფილტვები, პროსტატის სიმსივნე, სწორი ნაწლავის სიმსივნე, შარდის ბუშტის კიბო, საშვილოსნოს ყელის
სხეულის კიბო, რომლებიც ყოველდღიურად მოძრაობას განიცდიან, ასეთ ორგანოების დაგეგმარებას და დასხივებას ჩვენ ამ ადაპტიური დაგეგმარების სისტემით ვაკონტროლებთ, ექიმი ყოველდღიურად აკეთებს შესაბამის ადაპტირებულ გეგმას და ვასხივებთ დამიზნებით, ზუსტი დასხივების დოზით, ისე რომ ირგვლივ მდებარე ქსოვილებმა ნაკლები ტოქსიურობა მიიღოს. ანუ პრაქტიკულად ყოველდღიურად დინამიკაში უყურებთ პროცესს, ესე იგი ვაკონტროლებთ დოზის განაწილებას სამიზნე მოცულობაზე, ანუ სიმსივნეზე და ვაკონტროლებთ ტოქსიურობას ჯანსაღ ქსოვილზე, რომ ცხოვრების ხარისხი შეუნარჩუნოთ პაციენტს, ტოქსიურობა ნაკლები იქნეს, ანუ ნაწლავის მხრივ, შარდის ბუშტის მხრივ, ძალიან ფილტვების მხრივ, რომ ფიბროზი, რომელიც შემდგომ ფილტვებში არსებული სიმსივნეების დროს ჯანსაღ ქსოვილზე ნაკლები იქნეს ამისთვის. ასევე ძალიან კარგი ადაპტიური რადიოთერაპია იმისთვის, რომ სეანსების რაოდენობა შევამციროთ. თუ სტანდარტულად სეანსების რაოდენობა 25-35-ია, აქ ადაპტიურის დროს ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ რადიაციის დოზა, დღიური დოზა და სეანსების რაოდენობა შევამციროთ. დიახ, ვინაიდან ჩვენ ყოველდღიურად ვაკონტროლებთ და ვაკეთებთ ახალ გეგმებს. თავად სახელწოდებაც ამბობს, ანუ აბსოლუტური ზედმიწევნითი ადაპტირება ხდება ფაქტიურად პროცესთან და დინამიკაში მიყვებით. ხდება ზუსტად ანატომიის, როგორც ჯანსაღი ქსოვილის, ისე სიმსივნის მოცულობის. თუმცა ეს მონიტორინგი თქვენ სტანდარტული თერაპიის დროსაც ბუნებრივია გქონდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ შეღავათი და ეს არის კარგად აქცენტი ამაზე გასაკეთებელი მსმენელისთვის, რომ რეალურად აქ გაცილებით ნაკლებია გვერდითი ეფექტები, გაცილებით ნაკლებია ზიანი, რომელიც ადგენს ქსოვილებს ხო ჯანმრთელს. გვაქვს ჩვენ შედარება, მაგალითად მცირე მენჯის ორგანოების. აი რეტროსპექტულად რომ შეგვიდაროთ, ხო ეხლა თქვენ ხედავდით იმასაც ამასაც. დასხივების, პროსტატის, საშვილოსნოს ყელის დასხივების დროს ძალიან დიდი გართული ტოქსიურობა გქონდა და არის ზოგადად სტანდარტული დასხივების დროს დიარეა, ცისტიტის სახით, ანუ ფაღარათები, ცისტიტი, შარდის ბუშტის გართულებები, რომელიც არის მწვავე და ქრონიკული, რომ დროთა განმავლობაში ქრონიზაცია ხდებოდა უკვე პროცესების. შემდგომ კი გადის ეს სიმპტომატიკა, მაგრამ გახანგრძლივებული აქვს პაციენტებს და რაც გადავედით ადაპტიურ სხეულ თერაპიაზე, ეს ტოქსიურება არის მინიმალამდე დაყვანილი, ისე რომ პაციენტებს ჩივილები ძალიან ნაკლები აქვთ და ეს არის მართლაც რევოლუციური ნახტომი და მართლაც ძალიან დიდი მიღწევა ამ შემთხვევაში, ვინც დაახლოებით მაინც იცის და ხვდება, ვთქვათ რა სიტუაცია ამ დროს მკურნალობის პროცესში პაციენტებისთვის, ხო რა ხდება, ნუ გასაგებია რამხელა შეღავათია ეს თითოეული პაციენტისთვის და თითოეული ადამიანის ბედზე რამხელაზე გავლენა მოაქვს აი ამ სწორედ სამედიცინო ტექნოლოგიის დახვეწას. და რა კი დღეს სამედიცინო ტექნოლოგიების დახვეწაზე და გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ, ბრაქითერაპიაზე, არ შემიძლია არ კითხოთ ეს უშუალოდ თქვენ გეხებათ აი ეს საკითხი თქვენს დაწესებულებაში ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, რას წარმოადგენს ეს აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი რევოლუციური მეთოდი, რას გულისხმობს თავის თავში, რას გულისხმობს ტერმინი და მეორე მხრივ რა არის პროცესი თვითონ ბრაქითერაპიის. ესე იგი, სხიური თერაპიის ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, ჩვენი დეპარტამენტი ნამდვილად სრულ სერვისს თავაზობს ამით, იმიტომ რომ ბრახითერაპია არის ესე იგი, ერთ-ერთი მთავარი დამატებითი სერვისი სხიური თერაპიით მკურნალობის დროს. ბრახითერაპია ეს არის მეტწილად გამოიყენება დისტანციურ სხეულ თერაპიაში, როდესაც გვინდა ამა თუ იმ ადგილას დოზის მაქსიმალური მიწოდება გააზრდა, ამას ვახერხებთ ბრაქითერაპიის დამატებით. რა ხდება ბრაქითერაპიის დროს? უშუალოდ სპეციალურად დასხივება ხდება უშუალოდ სამიზნე მოცულობაში შიგნით შეყვანით, ანუ ღრუში შეყვანით, მინი ინვაზიური პროცედურა, როდესაც წყაროს სპეციალური აპლიკატორის საშუალებით ვდგამთ იმ სამიზნე მოცულობაში, იმ ორგანოში და შიგნით ასხივებს, ისე რომ მაღალ დოზას ვაძლევთ და ირგვლივ მდებარე ჯანსაღი ქსოვილი მინიმალურ დასხივებას, ანუ ადაპტიურ სხიურის თერაპიაზე კიდევ მეტად უფრო ზუსტი დასხივება. ბრახითერაპია გამოიყენება ყველა ლოკალიზაციის სიმსივნეების დროს, ძალიან ოქროს სტანდარტია
გინეკოლოგიურ სიმსივნეების დროს, საშვილოსნოს, ყელის საშვილოსნოს, ტანის საშვილოს დასხივების დროს, იმიტომ რომ დისტანციური სხიური თერაპიით არ მთავრდება დოზის მიცემა და აუცილებელია ბრახით დამატება დოზის. აგრეთვე პროსტატის კიბოების დროს, კანის სიმსივნეების დროს, ანუ ყველა ლოკალიზაციის სიმსივნის დროს ბრახით თერაპია აუცილებელია. და განსხვავება კიდე სტანდარტული სხიური თერაპიისგან ის არის, რომ სეანსების რაოდენობა გვაქვს 2-3 სეანსი და პაციენტი თავის ცხოვრების ჩვეული რითმს არ წყდება, იმავე დღეს უბრუნდება. იმის მიუხედავად, რომ ინვაზიური, თუმცა მწირე ინვაზიური ჩარევა ხდება, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რასაც საუბრობთ. ერთადერთი მინდა დავამატო, ჩვენი ბრახითერაპიის სისტემის უპირატესობა ის არის, რომ ჩვენ ბრახითერაპიას ვაკეთებთ მაგნიტურ რეზონანსულ გამოსახულებას სურათზე დაღმობით, ანუ რატომ მაგნიტურ რეზონანსზე? მაგნიტურ რეზონანსზე სიმსივნური ქსოვილის გამოსახულება მეტად დახვეწილად ჩანს. უფრო ვიზუალიზირებულია. ვიზუალიზაცია უფრო კარგია და ჩვენი აპლიკატორები ყველა არის შესაბამისობაში მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიასთან და ამით ისევ და ისევ ნაკლები ტოქსიურობა ხდება ჯანმრთელი ქსოვილის უკეთ გამოყოფა, უკეთ ჩანს სიმსივნე, მეტად კარგად ჩანს და მეტად დახვეწილად ხდება მაღალი დოზის მიწოდება თვითონ სიმსივნეზე. მინიმალური ზიანი მაქსიმალურ ეფექტთან ერთად. ის რაც ონკოლოგიაში ეს არის, რომ ნაკლებად ავნო პაციენტს და მინიმალური ტოქსიურობა იყოს. რა თქმა უნდა. და აი აქვე ხა თქვენ რასაც აღნიშნავთ, თქვენ რასაც გვიამბობთ, ხომ ცხადია, რომ ამას ვერ ახერხებს მხოლოდ რადიაციული ონკოლოგი, ხო? აქ ალბათ გუნდია ექიმთა საჭირო და არა მხოლოდ ექიმთა თანაც, ხომ? აი ანი თქვენ მინდა კითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია, მე ვიცი დაახლოებით როგორ არის თქვენთან ეს დაყენებული ეს საკითხი გუნდურობის, ხო? მულტიპროფილური გუნდი და ზოგადად სხვადასხვა სპეციალისტების ჩართულობა ამ შემთხვევაში. ანუ როგორ ხდება ზოგადად მიღება გადაწყვეტილების და განხორციელება, ვთქვათ, აი ამ დაგეგმილი მკურნალობის. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ერთ ჭერქვეშ, ერთი ხოლგის ქვეშ მუშაობს ეს გუნდი და რამდენად კომფორტულია ეს პაციენტისთვისაც და ბუნებრივია ექიმისთვისაც, ანუ ორივე ამ შემთხვევაში ერთ შედეგზეა, ხო, ორიენტირებული, რამდენად არის ეს ყველაფერი გამოუმჯობესებელი იმ სასურველი შედეგის, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. დიახ, ახლა მაგახსენებთ ონკოლოგიას, რაც შეეხება ონკოლოგიურ პაციენტებს, მთლიანი, ანუ ამისათვის საჭიროა მულტიდისციპლინარული გუნდის ჩართულობა. იმიტომ რომ მათ უწევთ სხვადასხვა მკურნალობის გავლა. შესაბამისად, ჩვენ გვყავს ჯერ პირველ რიგში დავიწყებოთ დიაგნოსტიკა საკმაოდ მაღალ დონეზე არის. როცა თითოეულ პაციენტის შემთხვევას განვიხილავთ, ხო, აუცილებლად უნდა იყვნენ რადიოლოგები ჩართული, ონკოლოგები, ქირურგები, ასევე მორფოლოგი არის ჩართული და რა თქმა უნდა, ჩვენ სხეული თერაპევტები. ერთად იგეგმება პირველ ეტაპზე რა არის საჭირო მკურნალობის შემდგომ ეტაპზე და შუალედში აუცილებლად ვიღებთ კიდევ რადიოლოგიურ გამოსახულებებს შემდგომი ეტაპის დასაგეგმად. აი აქ ხას უსმევ, რომ თითოეული პაციენტის შემთხვევა განიხილება ამ გუნდის მიერ და ასევე ჩვენ გვყავს არა მარტო ჩვენი ექსპერტები, არამედ საზღვარგარეთ ევროპიდან და ამერიკიდან მოწვეული ექსპერტები, რომლებიც მუდმივად არიან ჩართული თითოეული პაციენტის მკურნალობის გეგმაში და ყოველკვირეულში განიხილება არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უკვე უცხოელი. პაციენტი რა თქმა უნდა ვერც იგებს, ანუ ჩვენ